გამარჯობა, ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში ვიწყებთ ინტერაქტივს. მე ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია ვარ. ნომერზე 557 88 55 88 უკვე შეგიძლიათ დაკავშირება. განსაკუთრებით ბოლო წლებში ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოება საკმაოდ დაყოფილია, მუდმივად დაპირისპირება შეიმჩნევა ხალხს შორის, როგორც პოლიტიკურ სპექტრში ეს აისახება საზოგადოებაზეც ბუნებრივია, გამოჩნდება თუ არა ნებისმიერი თემა, ეს არის პოლიტიკური, საზოგადოებრივი ფეხბურთიც კი ზოგ შემთხვევაში ხდება აი ასეთი მძიმე ჩხუბის დაპირისპირების შეხლა შემოხლის მიზეზი საზოგადოებაში. ან ყველაფრის პარალელურად გახშირდა ინტერნეტში თავდასხმები ადამიანებისა ერთმანეთზე და სოციალური ქსელები გახდა იმდენად საშინელი რამ, განსაკუთრებით ბოლო წლებში, რომ ეს ყველაზე კარგად ჩანს იქ. დაუნდობლად, ყოველგვარი მოთმინების, ყოველგვარი განსხვავებული აზრის გათვალისწინების ან მოსმენის გარეშე ადამიანებს შეუძლიათ დღეს თავისუფლად, ისევე როგორც პოლიტიკოსებს, შეურაცხყოფა მიაყენონ სხვას და ეს შეურაცხყოფა ძალიან მძიმეა. რა არის ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი? ეს შეკითხვა მინდა დავსვა დღეს ინტერაქტივში, როდესაც აგრესია, ირონია, შეურაცხყოფა, ცინიზმი ეს ყველაფერი ასეთი ხშირი გახდა ჩვენ საზოგადოების შორის განსაკუთრებით ბოლო წლებში და რაში ხედავთ გამოსავალს. რაში ხედავთ გამოსავალს ამ კითხვას იმიტომ ვსვამ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, ახალი თაობა, რომელიც ამ ყველაფერს უყურებს, არ შეიძლება ამ მაგალითით გაიზარდოს. სხვა შემთხვევაში უარეს მივიღებთ ჩვენ და უკვე ვხედავთ გარკვეულ შედეგებს, მაგალითად ბოლო წლებში ახალგაზრდა თაობის ნაწილის მხრიდან, რომელიც საკმაოდ აგრესიულია და ძალადობრივი სცენაც მახსენდება, რომელიც თელავში მოხდა, კი მიზეზები ჰქონდა ამ ყველაფერს და ვიცით რა იყო და როგორ, თუმცა ადამიანის ვინც ქალს მუშტი დაარტყა, მისი გმირად გამოცხადება ეს მეტისმეტია და ეს უკვე ძალიან ცუდი ტენდენცია. ამ გადაცემის ამ ფორმით წარმართვა და ამ შეკითხვის დასმა ინტერაქტივში, იმიტომ გადავწყვიტე უფრო მეტად, რომ YouTube-ის არხზე გამოქვეყნა ერთ-ერთი გადაცემა. და ამ გადაცემაში ნახეთ რაზე საუბრობენ წამყვანები თუ მონაწილეები ამ გადაცემისა. ნოდარ დუმბაძეზე, რომელიც მათი თქმით ყველაზე არ მინდა მე სიტყვები გავიმეორო, მოდით ვიდეო ვნახოთ და შემდეგ დარეკეთ და თქვენ შეაფასეთ, რას ლაპარაკობენ ნოდარ დუმბაძეზე. ამ ყველაზე თბილ ავტორზე. კი. ვინმე კონკრეტული რო იყოს. ნოდარ დუმბაძე. ვინმე გეზიზღება? კი. ვინმე კონკრეტული რო იყოს. ნოდარ დუმბაძე რო. ვინმე გეზიზღება? კი. ვინმე კონკრეტული რო იყოს. ნოდარ დუმბაძე რო. ვინმე გეზიზღება? კი. ვინმე კონკრეტული რო იყოს. ნოდარ დუმბაძე რო. ვინმე გეზიზღება? კი. ვინმე კონკრეტული რო იყოს. ნოდარ დუმბაძე რო. არ ვიცი კომენტარი აქვს ზედმეტია, ერთმანეთს ეკითხებიან, ვინმე თუ გეზიზღებაო და ერთ-ერთი პასუხობს, რომ ნოდარ დუმბაძე ეზიზღება ყველაზე მეტად და შემდეგ ისმის გინების ხმა ამავე სტუდიაში და ამავე გადაცემაში. აი აქამდე ვართ მისული, როდესაც ზოგიერთ მოქალაქეს სასაცილოდ მიაჩნია ეს თემა და ეს საკითხი საერთოდ. შეგახსენებთ ჩვენს შეკითხვას დღევანდელ ინტერაქტივში, რა არის საზოგადოებაში არსებული მუდმივი აი ამ დაპირისპირების, ამ აგრესიის, ამ ირონიის სოციალური ქსელებით, ეროვნული ავტორიტეტების წინააღმდეგ ბრძოლის, მთელი ამ უსამართლობის, ამ განუკითხაობის მიზეზი. როგორ შეაფასებთ თქვენ, ხაზი თავისუფალია, ნომერზე 557 88 55 88, შეგიძლიათ უკვე დარეკოთ და თქვენი პასუხი გვითხრათ. დღეს დააკავეს ჟურნალისტი ვახო სანაია, სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსისთვის. სტატუსი ეს იგივე წერილია. ძალიან უსიამოვნო ფაქტია, სოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ აყავებენ და არ იჭერენ ადამიანებს სოციალურ ქსელში საკუთარი კომენტარის დაწერისთვის. და შეიძლება მე და ვახო სანაია და
მე და მისი ტელევიზია საერთოდ ერთმანეთს არ ვეთანხმებოდეთ, ვერ ვიზიარებდეთ ერთმანეთის შეხედულებებს, მაგრამ როდესაც ჟურნალისტს 14 დღით იჭერენ სოციალურ ქსელში გაკეთებული სტატუსისთვის, ეს უკვე ყოველგვარი ზღვარის გადაკვეთაა. სოფლიოში თითქმის არ არსებობს ქვეყნები, სადაც ასეთი რამ ხდება, კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო. 557 88 55 88. რატომ გახდა თქვენი აზრით საზოგადოება აგრესიული, ისევე როგორც პოლიტიკური სპექტრი? და რაში ხედავთ გამოსავალი, რომ რაღაც შემრიგებლური გზები გამოჩნდეს? რამდენად მნიშვნელოვანი და დიდია აქ ეკლესიის როლი? თქვენი აზრით, სოციალურ ქსელებში დაწერილი ინფორმაციისთვის და წერილისთვის ადამიანებს უნდა იჭერდნენ თუ არა? და უნდა იყოს თუ არა ასეთი დიდი ჯარიმები, თუ გამოსავალი სხვა რამეშია? მაგალითად, ის რაც დაიწყო წინა ხელისუფლებამ, ისევ ეროვნული ავტორიტეტების თემას ვუბრუნდები, ძალიან წარმატებით გააგრძელა ქართულმა ოცნებამ და ააშენა ეს გარემო, სადაც დაფასება არ ხდება დამსახურებული ადამიანების, პირიქით შეურაცხყოფა ხდება. და ამის ერთ-ერთი სათავე განათლების სფეროც არის, განათლების სისტემა. ყველა უნდა გაილანძღოს, ყველა შეურაცხყოფა უნდა მიაყენონ, ეს გახდა პოპულარული, ეს გახდა მოდა, დაუნდობლობა სოციალურ ქსელებში. უფრო გამოსავალი სხვა რამეშია ჩემი აზრით და არა დაჭერაში მინდა ვთქვა და არა ვთქვათ ასეთ მსხვილ ჯარიმებში. თუმცა ესეც გარკვეულწილად საჭიროა რომ ჯარიმები არსებობდეს, როდესაც ზღვარს გადაკვეთავს ადამიანი, მაგრამ ციხეში ჩასმა, ეს უკვე მეტის მეტია. ზარია ეთერში გისმენთ. მოგესალმებით, დიახ. პირველ რიგში ახეთში მოხდა. დიახ, ეთერში ხართ, რატომ ჩერდებით და თავიდან რატომ იწყებთ? ეთერში ხართ. დიახ, პაკეტში გასწიოთ. დიახ, კაფეში გასწიოთ. მე მაგალითად გადანაშაულებს დასკვნას დაასვამ. ქალბატონო, კახეთში რაც მოხდა, ამაზე არ დაგვისვამს დღეს შეკითხვა, მთელი 5 წუთია ვსაუბრობ თემაზე და კახეთში რაც მოხდა, ამას ნუ უბრუნდებით, გთხოვთ. გვისმენდით საერთოდ? კი, როგორ არა, მაშინ თემაზე ისაუბრეთ, გთხოვთ, უხერხულია. დიახ, განათლება. რაც შეიძლება. ჩვენ ვიცით, რომ ნაკლებია მშობლების მხრიდანაც, მასწავლებლების მხრიდანაც ნაკლებია ზრუნვა ბავშვებზე. დიახ. ბავშვებს აქვს დიდი მოთხოვნილება, რაღაცა ისწავლო. აი ამ დროს ჩვენ ალბათ ბავშვებს პენტაკების ადამიანებს შეუძლიათ მათი აღორძინებაზე ყოფნა. მადლობთ ქალბატონო თქვენ ზარისთვის. შეგახსენებთ ინტერაქტივის შეკითხვას, რა არის საზოგადოებაში არსებული მუდმივი დაპირისპირების მიზეზი, რასაც თან ახლავს აგრესია, ირონია, ეროვნული ავტორიტეტების შეურაცხყოფა, რა არის ამის მიზეზები და რაში ხედავთ გამოსავალს? როგორი თაობა გაგვეზრდება ჩვენ მომავალში, თუ კი უფროსებიც რაღაც მაგალითს არ მისცემენ ახალ თაობას, იმიტომ რომ ვერ ვიტყვით ახლა რომ მხოლოდ ახალგაზრდა თაობა გამოირჩევა ასეთი აგრესიით და უფროსი თაობა არა. ყველანი ერთად ვართ ამ საქმეში, პოლიტიკოსების კი საერთოდ პოლიტიკოსების დაწყებულია ეს ამის თქმა მინდა. პოლიტიკური სპექტრის დაწყებულია ეს დაპირისპირება. ისიც მინდა გკითხოთ, იქნება ადრე სოციალური ქსელები რომ არ არსებობდა ეს აგრესია და ეს სიძულვილი არ ჩანდა. მაგრამ სულ ასეთები ვიყავით იქნება. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობათ. მოგესალმებით, დიახ. ეს ყველაფერი რაც ხდება არის დღევანდელი ჩვენი მთავრობის ბრალი. ამ დონეზე არ უნდა მიეშვათ ხალხი. ამას ძალიან ბევრი მიხარვლები აქვს და უკვე ხალხი არაფრად ამას არ აკეთებს. ამას ეს არის ამათ უნდა რომ დაიკავო თავიანთი პოსტები, თავიანთი სულ ყველაფერი და შეინარჩუნო. ესე იგი გამოსავალი ჩემო ბატონებო ერთადერთი ეს არის რომ დავანებონ თავი წავიდნენ კაცო მოგშორდა არ ვინდა ესენი კაცო მოვიდეს ახალი ვინმე კარგი და გაჯანსაღდეს ამ დონეზე რომ საქმეს მიიყვა დაბურდული და თვითონ აეცი თავი ბოლო კიდე რა უნდა გააკეთო
ნაჭერები დაკაიგება მე დამიჭირო და ჩემი სანაევალა. სანამდვილად ეჭირო სახე რაც. დიახ. კარგად გავიტებოდი. დიდი მადლობა თქვენს არისთვის. განსხვავებული აზრის მიღების პრობლემაა მაგალითად. ეს ჩვენს ეთერშიც ხშირად ჩანს, რაღაც საკითხზე ვსაუბრობთ, დარეკავს რომელიღაცა მაყურებელი ან რადიომსმენელი, ყველას გამოლანძღავს და გათიშავს შემდეგ. ეს ხდება როგორც ინტერნეტში, ასევე ტელევიზიით. ეს აგრესია, ეს შეურაცხყოფა ერთმანეთის მიმართ, რაღაც არ შეგვიძლია ხოლმე მშვიდად ვისაუბროთ, ანალიზი გავუკეთოთ საკითხებს. ყველა მხარეს ასეა. თუ მე მეშლება, იქნებ მეშლება, არ ვიცი. სარია ეთერში გისმენთ. მოგესალმებით, გამარჯობა. მე ვიტაცინა გამოსვლა გამოვხო. ეს არის თავის ბრალი. აბდი ფოქიადიან მას. ამავე ბრალი. ისარო ვიმოი. აი ის ბრალი. თქვენ ხო. აჩვენების პერიოდში წყალინო გაგიგით უშაუზე. რაღაც სხვა შემოსავლის წყაროზე. ის ჩემი დმაკაცის ახლობელია, ის ჩემი ახლობელია და მერე პირის აღმადა ხო? აი ეგ არის არაკაცობა, ეგ არის რაჩურობა, ეგ არის თალაჩუნობა, მეტი არაფერი. პრინციპზე გადაგით 4 წელიწადი უნდა გაჭდეს თავზე და ყველანაირად სინარჩუნები გაიხსენეთ. ის არჩევნები ეთქვა იმას. არჩევნების გადო ყველაფერი მაჯაფსანდალი საფრანგეთში, ადრე Facebook-ზე თავზე. როდესაც გაიწჩნენ პენსიორები, პიროვნების გაუმჯობესების ბიზნეს ოფის პიროვნების ჟურნალისტმა შეამჩნია რამოდენიმე ახალგაზრდა ადამიანი. ერთ-ერთ ახალგაზრდასთან მივიდა ეკითხება შენ რა გინახავ შენ პენსიონერი მოდახავ არა მან გავხსნები აი ასე აზროვნებელი ახალგაზრდები და ჩვენთან პენსიონერები მაგის მეაცეთს ვერაზროვნებთ გიდა გაგახსნათ გიდა გეცვინოთ ეგრე არა სქვისიხენეთ ვაეკლეჩო ვერავის არაბის მოუკეთე ჯერტო ვერცერავენ მოგ ერთობა. მადლობთ, გეთანხმებით. დიდი მადლობა, გეთანხმებით. ერთობაა ნამდვილად საჭირო ამ ნაწილში ვიზიარებთ თქვენს მოსაზრებას. კიდევ ერთი ვიდეო მინდა გაჩვენოთ. იგივე გადაცემიდან სხვათა შორის, რომლის ფრაგმენტიც დასაწყისში გაჩვენეთ და ეს ნოდარ დუმბაძეზე იყო საუბარი. იგივე ადამიანები ნახეთ ახლა ამჯერად რა თემაზე იცინიან და თვითონ ეცინებათ კარგი, მაგრამ იქ აუდიტორიაც არის და მათი ხარხარიც ისმის ამ საკითხზე. ნახოთ. მაგაზე ვფიქრობდი, რომ იმ ბებოებს, აი ის ბებოები რა სტარტაპებით ირჩენენ ახლა თავს, რომლებიც ადრე მოხალულ გოგრის გულებს ყიდნენ და იმ სელპაკებს და იმას რა. მაინც არიან. ანუ საგრძნობლად შემცირდა მათი რაოდენობა. გადაშენდნენ. აი დაიხოცნენ ალბათ მაგ ვიცი ამბობს ხო გარემოვაჭრე. გარემოვაჭრე. დასიმძირეს როქნა ხოლმე და რაც. კაი არ გვინდა მაგაზე ხომ. ის ხელოვნება დაიკარგა ეს ჩახვევისების. აუ, კი. და ზედმეც რო გიყრიდა ერთი ჭიქთი, იმიტომ რომ თავის გარდაცულ შვილიშვილს აგონებთ რაღაც ეგეთი სახეზე. ჩემ ნიკუშას გავხართ არო ტირის და გიყვარს სემიჭ. სემიჩკა გადაცდა იმასაც. საცოდას. ენა მიაშველეშვილი. ხო, აი ამ ყველაფერზე საუბრობენ, აუდიტორია ბედნიერია, იცინის, დასცინიან იმ მოხუცებს, იმ ბებოებს, რომლებიც 90-იან წლებში გამოვიდნენ ქუჩებში და ზოგი მზეს უმზირას ყიდდა, ზოგი კარამელს ყიდდა და ასე შემდეგ და ეს 2000-იან წლებამდეც გაგრძელდა და ახლაც არის ნაწილობრივ. ამ მოხუც ადამიანებს დასცინიან, რომლებმაც ასეთი შრომით შეინახეს საკუთარი შვილები და შვილიშვილები და ოჯახები. და ვიღაცას ამაზე მართლა ეცინება დარბაზში. კარგი ვთქვათ, ესენი არ არიან ის ხალხი, ვისაც უნდა უყურებდეს საერთოდ ან უსმენდე, მაგრამ მოქალაქე რომ ხარ და იცინი ამაზე. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა, გენაცოლე. მოგესალმებით. ეგ კარგი ბიჭი ხარ, რომ ამ გადაცემას აი უჩვენი. მადლობა თქვენ. ეგენი ხო ხალხი არა, ეგენი მერცავთ ხორ ვარ დაბერებულიყო არც ერთი და 2-3 დღეში დახოცელიყვნენ. არაგინდათ. გათახსირებულები. აი ხლა ერთ სიტყვას ვიტყვი, ეგენი არიან პიდარას. კარგით, არ შეიძლება ასეთი საუბარი პირდაპირ ეთერში. უკაცრავად 557 98 55 88
ვსაუბრობთ გაზრდილ დაპირისპირებაზე, როგორც სოციალური ქსელებით, ასევე მთელ საზოგადოებაში გაზრდილია ირონიის ხარისხი, ეროვნული ავტორიტეტების მიმართ ესეთი ტიპის გადაცემების მომზადება, რაც ახლა ვნახეთ და ეს სასაცილოდ მიაჩნია ზოგიერთს. როგორ აფასებთ ამას და გამოსავალი რაშია? ზარია, გამარჯობა. გამარჯობა, გულია. მოგესალმებით. ისე პედალაცია სამედიცინო სიტყვა. ჩვენ კარგად ისჩენდა რა. და ესენი არ არიან ადამიანების საერთოდ. მაგას აკარგულია ყველაფერი რა. უგიცები, უზველები, ლიბერალები რა. აიგან მაგათი სახე რა. ქართული არაფერია რა. ძალიან გაგიგნება პარიზად გადაიჭერენ რა. კაიტრერის მოხსნა რა. თლიან სურათს როგორ აფასებთ, რაც ქვეყანაშია ამ კუთხით? საშინელება რა. საშინელება. ქართულ სერიალს ერავე ყველაფერი. მადლობთ, დიდი მადლობა ზარისთვის. განსხვავებული აზრის მიღების პრობლემაა ძალიან დიდი. როგორც კი ისეთ პოსტს ნახავენ ადამიანები სოციალურ ქსელში, რომელსაც არ ეთანხმებიან, კონტრარგუმენტებს კი არ დაუწერენ და კი არ შეეკამათებიან, არამედ შეურაცხყოფაზე გადადიან, ირონიაზე, დაცინვაზე, გინებაზე, ეს ძალიან ცუდი რამ არის. თუმცა მე შორს ვარ იმ აზრისგან, ახლა ცუდად დაემთხვა ეს დღევანდელი ჩვენი თემა ვახოსანაიას დაკავებას ჟურნალისტის და მე ვემიჯნები ამ ჟურნალისტის დაკავებას. მართალია ჩვენ განსხვავებულ ბანაკებში ვიყავით ყოველთვის, ხშირად გვიკამათია ერთმანეთთან ისევ სოციალური ქსელების მეშვეობით, მაგრამ ადამიანის დაჭერა იმის გამო, რომ მან ინტერნეტში რაღაც დაწერა, ეს უკვე ცდება ყოველგვარ მონაპოვარს, რისთვისაც ქართველი კაცი ამდენი წელი იბრძოდა თავისუფლების მონაპოვარს. თუმცა გამოსავალი რაშია, რომ განმუხტოს ეს ვითარება ქვეყანამ და არ იყოს მუდმივი ასეთი აგრესია და დაპირისპირება. დაჭერაში და ჯარიმაში რომ იყოს გამოსავალი, აქამდე მთელი მსოფლიო მიიღებდა ასეთ კანონებს, მაგრამ ეს არ შველის საქმეს. პირიქით უფრო ამძაფრებს ჯარიმა და დაჭერა აგრესიას და დაპირისპირებას ინტერნეტში. ზარია ეთერში, გისმენთ. მოგესალმებით, გამარჯობა. მე 12 წლის კაცი. დიახ ბატონო, დიახ. 12 წლის კაცი. მოგესალმებით. გამოვიცვალე რამდენიმე მთავრობა. დიახ. ილახა, მეორეც კარგი, მეორეც ცუდი. მაგრამ ადამიანი, რომელიც ადამიანს აგინებს, ის ადამიანად არ ითვლება. ის არის გაუცნელი ხის კაცი, ხის კაცი, გარაკაცი, ხის კაცი. აი ჩემა იქნება რომელიც შეაგინებს, ვინმეს რო შეაგინებს, ვინმეს რო შეაგინებს, მართლაც რო აგინებს, თავრობას რო აგინებენ. ეგენი დააკენონ, გზაზე და ვიღაცები ჩარვა, მაგათ შეაგინონ, ჩოლი, დედა, არ ბაბა, ვინმეს შეაგინონ და რას ზოგადს მიიღებენ ეგენი და დასკვა ისგან გამოვიტანო თვითონ თავიანთავი. დიახ. დიდი მადლობა ჩემო ბატონო, თქვენ არ იფიქროთ ახლა რომ ხელისუფლების წარმომადგენლები არავის არ აგინებენ. მათაც შექმნილი აქვთ ყალბი ანგარიშები სოციალურ ქსელებში, ეს ტროლების და ბოტების ქარხანაო რომ ამბობენ. ნახევრად ხუმრობით კი არა და ხუმრობით. სწორედ ამას ნიშნავს, რომ არსებობს სპეციალური სამსახური მმართველი პარტიის ოფისში ალბათ, რომელიც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ეძებს, პოულობს, აგინებს და შეურაცხყოფას აყენებს. და ესენი შემდეგ პასუხობენ და გაუთავებელი დაპირისპირებაა საზოგადოებაში, როგორც ოპოზიციის მხრიდან, ასევე პოზიციის მხრიდან. ამიტომ ეს უნდა დასრულდეს და ჯარიმებით და დაჭერებით ამას ვერ უშველით. უნდა გაჯანსაღდეს გარემო, უნდა გაჯანსაღდეს ვითარება, პოლიტიკური სპექტრი. ეს პროცესი დაიწყო სააკაშვილის დროს, როდესაც ყველას აგინებდნენ. ჩარეცხილებად მოიხსენიებდნენ პროფესორ მასწავლებლებს და შემდეგ ეს პროცესი გაგრძელდა და ქართული ოცნება უკვე 14 წელია არის და რამე კი არ შეცვალა, რამე კი არ გააკეთა უკეთესობისკენ. პირიქით გაამყარა ეს სრული დაყოფა, დაპირისპირება და სიძულვილია დღეს განსხვავებული აზრის გამო მოქალაქეებს შორის. ეს დიდი პრობლემაა, ახალი თაობა გვეზრდება და როგორი იქნებიან ისინი, რას ვუტოვებთ? გვეამაყება ხოლმე ჩვენი წარსული და ისტორია და სწორიც არის ეს, ასეც უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ ახლანდელი ეპოქა და ახლანდელი ადამიანები მომავალ თაობას სიძულვილს და აგრესიას ვუტოვებთ და დაუნდობლობას ვუტოვებთ. ისე ხელაღებით იტყვიან ხოლმე, რომ
უნდა მოეკლაო, უნდა დაეხრიტაო, უფრო მეტად უნდა დაერტყაო. ამას უნდა ვამბობდეთ ჩვენ თუ პირიქით სიძულვილის და ძალადობის წინააღმდეგ გამოვდიოდეთ. ნოდარ დუმბაძეს უნდა ვაგინებდეთ და საზისღარ ადამიანად მოიხსენიებდეთ თუ პირიქით ყველას უნდა ვეუბნებოდეთ და პროპაგანდა მიდიოდეს როგორი საყვარელი ავტორი იყო ეს და როგორი დიდებული ადამიანი. იმ მოხუცებს, რომლებმაც საკუთარი შრომით ოჯახები შეინახეს ინტერნეტ გადაცემებში, უნდა დავცინოდეთ, ვაშაყირებდეთ თუ პირიქით უნდა ვაფასებდეთ და გადაცემებს ვამზადებდეთ მათ 8 წელზე და დამსახურებაზე. ვიმეორებ, აი ეს ყველაფერი მოდის ხელისუფლების მიერ დანერგილი სისტემიდან. ობიექტივი 20 წლის წინაც ამზადებდა ვიდეო რგოლებს და ტიხრებს, ახლაც გადის ჩვენს ეთერში შუალედებში მეცნიერებზე, ეროვნულ მოღვაწეებზე, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებზე და მათ პოპულარიზაციას ეწეოდა, მაგრამ ეს ობიექტივი არის არხი, რომელსაც არ გააჩნია ესეთი გრანდიოზული რესურსები, რაც აქვს ხელისუფლებას. გაეკეთებინათ ეს. ეხლა მაინც დაიწყონ. და არ იქნება ვიღაც ასეთი ადამიანი, ვინც ნოდარ დუმბაძეს დასცინებს მერე. რომ ყველას ეცოდინება რა პასუხი უნდა გასცეს ასეთ ხალხს. ზარია ეთერში გისმენთ. მოგესალმებით, გამარჯობა. ჩავიქეთ მე გამოიტანეთ მნიშვნელოვანი შემთხვევა, მაგრამ იქნება გამოვაჩი. გამოიტანოთ ასე საკითხები, როგორ გამომგებოდათ დემოგრაფიული მდგომარეობა საქართველოში და როგორ აღვადგინოთ ჩათვლილობა. კი ბატონო. კი ბატონო, მადლობა დიდი ზარისთვის. რა გახდა, რა არის აგრესიის მთავარი მიზეზები? ეს არის პოლიტიკა, სოციალური თემები, ეკონომიკური პრობლემები. აი რა თქვენი აზრით, რა იწვევს ამას? 5-5-7 88 55-88 ეკლესიის როლს როგორ ხედავთ ამ ყველაფერში? რა უნდა გააკეთოს ეკლესიამ და ჩვენმა პატრიარქმა, რომელიც ისედაც სიყვარულს და სიკეთეს ემსახურება ამ ერისა, მაგრამ კიდევ რა შეუძლიათ თქვენი აზრით, რომ ეს სიძულვილი განიმოხტოს, რაც ერშია? ზარია ეთერში, გისმენთ. დიახ, მოგესალმებით, გამარჯობა. რა ვიცი, სანქტიკელება რა თქმა უნდა ხდება და მე პირდაპირ გეტყვით, არ გამოვა ეს შერიგება რა, ეს არ გამოვა. გარჩება უდაბნოს სინამ ღაღაძელის თქმა. აი ერთი კითხვა მაქვს თქვენთან და გააგრძელეთ. გაძლიერდება და სამოქალაქო ომამდე წვივალ, ეგ დრო დადგეს. მერც მოგვასწრებს. რა შეიძლება მე პირადად გეუბნები სიაგინა იმებას რაფია დუმბაძეს. არ დავინდო ფიზიკურად გაუსწორდები. მამაჩვილ ბუღაძეების შემდგებიან იმათ გაუსწორ. ლევან ბერძენიშვილს გავათ მაიმუნს გავათ. როგორ ჩავაცხროთ ეს ვითარება? რა უნდა ვქნათ? არ უნდა ვუსწორდებოდეთ ერთმანეთს. მაჩატმენილი დადიოდეთ, რომელიც ერის საამაყო სიტყვებზე შვილებზე ესეთი ისინი ამბობენ რომ ჩვენ უნდა დავდიოდეთ ხმაგაკმინდული და ჩაკინდრული და ამას ვითმენდეთ. ისინი ამას ამბობენ და აი შუალედი რა არის გამოსავალი? როგორ უნდა ვუშველოთ ამ ვითარებას? აი რომ დაიძებიან ფიზიკურად ბატონო ილია, მე ვეღარ იციან, დამეწმუნეთ რა. ეს კარგი მეთოდია. ხო, ერთი წუთი შეიძლება არ არის კარგი, მაგრამ ეგრეა. აი მე ცემა მაგრა უხდება ეგეთი, უბრალოდ. ცემა უხდება. კარგით, ნუ აი რა ვთქვა, არ ვიცი, მე პირადად ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ ძალადობის წინააღმდეგი ვარ აბსოლუტურად, არც ერთ შემთხვევაში არ ვემხრობი ძალადობას. ვიცი, ხვდები თქვენი არ იყოს, რომ რაღაც ვითარებაში ადამიანმა შეიძლება მდგომარეობიდან გამოვიდეს და რაღაც დააშაოს და ეს ყოველთვის იყო და იქნება, მაგრამ ეს რომ წავახალისოთ და ამას მხარი დაუჭიროთ, ეს არა. კიდევ ერთი ქვეკითხვა მაქვს ჩვენს მაყურებელთან, შესაძლებელია თუ არა ადამიანს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს, მაგრამ ის თქვენს მეგობრად მაინც რჩებოდეს. ზარია ეთერში, გისმენთ. გამარჯობა ილია. მოგესალმებით, გამარჯობა. კენეცალი მოგიკითხავს სიყვარული. დიდი მადლობა, მეც მოგიკითხავთ. მადლობთ ილია. ილია, იცი რამ განაპირობა ჩემო კარგო. ნუ და დუმბაძის გინებაც, იცი რასთან არის დაკავშირებული. ალბათ ის ფრაზა ძალიან კარგად ახსოვთ, ნოდარს რომ უთხრა მებაღემ. შვილო ნოდარ, შუბლის ზარღვი არ გაიწვიტო, ვესწოლა. ხო სწორი იყო ის მებაღე, სწორი იყო, თუ ერთხელ გაიწყვეტა დამთავრდება. ჩვენთან უკვე გაწყვეტილი აქვს გენაცვალე ჯარღვი, გაწყვეტილი. აი ახლა თუნდაც რომ ლანძღავენ იმ ასაკიან ხალხს,
ან შებრუნებით რო არის ყველაფერი ზრდილობა ჩვენთან აღარ არის არაფერი აღარ არის ის კულტურა ის ყველაფერი არის შებრუნებით სიკეთეს აბრუნებენ ბოროტების ხრივ არ შეიძლება ჩემოკარგე და უკან დაგვიბრუნდება ყველაფერი და რაც შეეხება 12 დღე ახლა ვერ გავიგე 12 დღე გამოსწორდება ეს კაცი არ გამოსწორდება ეგ არ არის კაი ადამიანი მე მაინც ეგ გვინდა თქვა არ არის კაი ადამიანი მე მაინც სიტყვა უნდა თქვა სამართლიანი და ჩვენ იმასაც კი ვერ ვაფასებთ ჩვენ როგორი განათლების სისტემა ქონდა ადრე ჩვენ უბრალოდ იცით რაშია საქმე პრუსიული დაუძარს რატომ იყო პრუსიული როცა ის იყო საბჭოთა განათლების სისტემა აი ეგაც ძალიან დიდი შეცდომაა ჩემო ილია მადლობთ გენაცვალე მადლობა გასაგებია თქვენი აზრით 12 დღე არა ორკვირიანი პატიმრობა მიუსაჯეს სანაიას სიმართლე გითხრათ არც ჩემი მეგობარი ყოფილა არასდროს და არც იქნება ასე მიმაჩნია მაგრამ მიუხედავად ამისა ეს ძალიან არ მომწონს და ვგმობ რომ ჟურნალისტს იჭერენ სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსის გამო და თქვენი თქმის არ იყოს რომ გამოვა ორ კვირაში აღარ იზამს და სხვა აზროვნების იქნება უკვე ხო ნუ არ ვიცი აქ რა შეფასება შეიძლება სხვა თუმცა ის რაც სოციალურ ქსელებში ხდება ეს ძალიან აღმაშფოთებელია განსხვავებული აზრის გამო ადამიანები ერთმანეთს დაუნდობლად მიმართავენ შეიძლება დაწერო რაღაც ინფორმაცია ამას ნახავს ვიღაც არ მოეწონება შემოვა და შენ იქ დაგიწერს კომენტარს და გეტყვის რომ ხარ ქვეყნის მოღალატე და შენ უნდა გაეთრიო ქვეყნიდან თქვა აი რაღაც ასეც მოღალატე სიტყვა რამდენად მძიმე სიტყვაა ეს არც კი წარმოუდგენიათ მათ და ამას წერენ ხშირ შემთხვევაში ისეთი ადამიანები ვისაც არანაირი დამსახურება არ აქვთ არც ქვეყნის და არც არავის წინაშე ზარია ეთერში გისმენთ მოგესალმებით გამარჯობა დიდი მადლობა თქვენ როგორ გიგიათ უკვირდები ახლა რაღაც შემოცა არ გასაგებია ყორანი შურო ხალხის უბრალოდ ხალხის ნახვა და რატო ეს საზოგადოება ამ ფორმით გაიზარდა ასეთ შეჯიბრებით გაიზარდა ძალიან ძნელია მათი გამოსწორება უნდა ხედოთ ბავშვებს რომლებიც იქნებენ ახლა ცხოვრებას აულაგანათლებს უნდა ჩაუნებოთ სამშობლოს სიყვარული ერთმანეთის სიყვარული ერის სიყვარული მირტოვებლობა რაც გვახასიათებდა ქართველი ვეცადოთ რომ როგორ მესწავლოთ განათლების სისტემა განათლების სისტემა არ ჩემი გამოსწორება აქ მათი გამოსწორება არ წესი გამოსწორება განათლების სისტემა ვეცადოთ რომ აუზარდოთ ახალი თაობა რომ გაიზარდოს ეროვნული მოტივზე და ყველაფერი თავისთავად დიახ დიდი მადლობა გეთანხმებით განათლების სისტემა არის უმნიშვნელოვანესი და ყველაზე დიდი პრობლემა მაგრამ კარგად თუ დავაკვირდებით ვის ხელშია დღეს ეს ჩვენი განათლების სისტემა ვინ არის მინისტრი ვინ არის პრემიერ-მინისტრი როდესაც თვითონ ასეთ აგრესიას ხელს უწყობს და ასაზრდოებს პრემიერ-მინისტრი მაშინ როგორ შეიძლება მისი იმედი გქონდეს რომ სკოლებში და მთელს ქვეყანაში სიყვარულს და სითბოს და ერთმანეთის დაფასებას დანერგავს ჩვენც არ უნდა ვიყოთ გულუბრყვილოები ამ პირობებში არაფერი არ შეიცვლება ერთადერთი მთავარი განმაპირობებელი ცვლილებების დაწყებისა იქნება ნამდვილად პატრიოტი ნამდვილად ეროვნული თავის სამშობლოზე შეყვარებული ხელისუფლება და ასეთი დღეს არ უყავს ნუ მოვატყუებთ ერთმანეთს თქვათ გულწრფელად სიმართლე ეს მათ ქმედებებში ჩანს 14 წელი არიან მართვის სადავეებში და რას დაამსგავსეს და როგორ გააგრძელეს ის წინა წლებში დაწყებული ვითარება განათლების სფეროში. აი იმის შედეგია რომ ეს ახალგაზრდები აგერ რომ სხედან დასცინიან ნოდარ დუმბაძეს და დასცინიან ასაკოვან ადამიანებს რომლებიც გაჭირვების გამო ზესუმზირის თუ ხელსახოცის გასაყიდად გამოვიდნენ თავისი ქალაქის ქუჩებში იმ პერიოდში და ახლაც არის ასეთი ადამიანები გარეთ არიან ასეთი ადამიანები გარეთ შეგახსენებთ ინტერაქტივის შეკითხვას რა არის საზოგადოებაში არსებული მუდმივი დაპირისპირების მთავარი მიზეზი და რა შეხედავთ გამოსავალს
როდესაც ამ ყველაფერს ახლავს აგრესია, ირონია, ეროვნული ავტორიტეტების შეურაცხყოფა, სასულიერო პირების შეურაცხყოფაც ძალიან მოდურია მაგალითად. ამოჩემებული აქვთ ეს ერთ და იგივე ფრაზები და აი უტევენ ბოლომდე. ხშირად არის ეს. პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირება და შეურაცხყოფა. განსხვავებული აზრის მიღების პრობლემა, როგორ დაიწყო და როგორ უნდა მოგვარდეს, რომ ადამიანებმა ერთმანეთს მოусმინოთ. და შემდეგ თუ არ ვეთანხმებით, შვიდად ვუპასუხოთ. ეს რომ ხდებოდეს ჯანსაღად. ზარია გისმენთ? ეთერში ხართ, დაიწყეთ გთხოვთ. გამარჯობა. დიახ. დაიწყეთ ან გაგთიშავთ, მაპატიეთ, დრო იკარგება. გამარჯობა ქალბატონო, ტელევიზორს ხმა გამოურთეთ, თორემ გვიშლის ჩვენ ეს. ძალიან ხოთ. ამ პენსიონერებს დაგვანებონ თავი, დაგვანახებენ ამ ლარებს და გვინდებენ მასხარად. კარგი, დიდი ის ყოველ მეორე დღეშიც ვერ გამიხსნია ტელეფონი, სულ მასხარად გვიგდებენ. ბატონო. დიდი ბოდიში და პირიქით, დიდი ბოდიში მინდა გითხრათ თქვენ პენსიონერებს და ყველას, ვინც ამ აგრესიას ადევნებს თვალყურს და წუხს. თორემ ვინც ამას თავად აკეთებს, მათ არ ეხებათ ეს ბოდიში, მათ პირიქით ეხებათ საყვედური. 557 88 55 თქვენი აზრით ბოლო 14-15 წელიწადში ადამიანები უფრო აგრესიულები გახდნენ თუ ყოველთვის ასეთები ვიყავით და უბრალოდ ადრე სოციალური ქსელები ისეთი პოპულარული არ იყო როგორც დღეს. ესეც ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ გადაცემის თემის შერჩევის დროს ერთ-ერთი თავარი განმაპირობებელი იყო ამის, რომ მე ვნახე ის ვიდეოები, რომელიც ცოტა ხნის წინ შემოგთავაზეთ, სადაც ერთ-ერთში ნოდარ დუმბაძეს მოიხსენიებენ როგორც ყველაზე საზიზღარ ადამიანს. მეორე ვიდეოში იყო მოხუც ადამიანებს დასცინოდნენ. შემდეგ თელავის ინციდენტი იყო, სადაც მოძალადე საზოგადოების ნახევარმა გმირად გამოაცხადა. ვიცი რომ ამ ბიჭს თავისი მიზეზი ჰქონდა, როდესაც ეს გააკეთა, მაგრამ ქალზე ძალადობა რომ დასაგმობია, ამაზე მთელი ერი უნდა შევთანხმებულიყავით. ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა, გესწრებით. ქალბატონო, ტელევიზორს ხმას თუ არ გამოურთავთ, უბრალოდ ვერ გავიგონებ. ძალიან კარგი, ახლა გისმენთ. გათითრულებაც საერთოდ. ამ მიზეზი გასაცხადია, ევროპიდან გადმორიცხული ფული, თანხა. აი, იმ ახალგაზრდებს გადმოურიცხეს თანხა და აი იმიტომ ნამუსით უკვე დარარდეს. აი, ყველაზე დიდი უბედურება ეს არის, რომ ევროპა აფუჭებს ახალგაზრდებს. ყველაფერში შეიძლება მწვანე იყოს თქვენი მთავრობა, მაგრამ ევროპის მიმართ არ არიან მწვანეები. იმიტომ იქედან შემოდის ყოველი უბედურება. აი ეს ახალგაზრდები, თუ კიდე აი ახალგაზრდები არიან 50 წლამდე რომ ვარიან, ისინი მაგ რა, ელენ ხოშტარიას, რატომ არის ასეთი? აი იმ თუ ხედავ, აი რომ დაუჭერია სტექის და დარბის და ხალაბიჭას არის. აი, ეს არის თავარი მიზეზი მაგათი. იმ ფული. ეს არის მაგათი დამფუჭებლების და ყველა. გავიგეთ. გასაგებია. სხვათა შორის სოციალურ ქსელებს თუ ადევნებთ თქვენ თვალს, მაშინ დაინახავთ, რომ იქ ასაკოვანი ადამიანებიც არავის ნაკლებად არ გამოირჩევიან ამ აგრესიით. ასევე ახალგაზრდებით, შუახნის ადამიანებით, ყველა ერთმანეთს ებრძვის, ყველა ერთმანეთს ლანძღავს. ეს სურათია ხშირ შემთხვევაში. მე ძალიან კარგი წარმოდგენა მაქვს ჩვენ საზოგადოებაზე, ეს ღირსეული ხალხია, დამსახურებული პატრიოტი, მაგრამ აი ამ ინტერნეტში რაღაცა ემართება ხოლმე ჩვენი საზოგადოების რაღაც ნაწილს და ცინიზმი, ირონია, შეურაცხყოფა და ეს აგრესია მოდის. და ამას ევროპას ვერ დავაბრალებთ, მინდა გითხრათ, თუმცა ევროპული
გავლენის ქვეშ მყოფი ზოგიერთი ორგანიზაცია მართლაც არის აგრესიული, ახლა აქაც სიმართლე ვთქვათ. მაგრამ ევროპისგან უფრო კარგს უნდა ვიღებდეთ და კარგს ვხედავდეთ და კარგი გვინდოდეს და ცუდს ვეწინააღმდეგებოდეთ და ვაჩერებდეთ. ეს იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი. 557-88-95-88 ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერშია ინტერაქტივი. როგორ აფასებთ იმ აგრესიულ ფონს, რომელიც საზოგადოებაშია ერთმანეთის მიმართ, განსხვავებული აზრის მიუღებლობას, ეროვნული ავტორიტეტების შეურაცხყოფას კვლავ რაც ადრე იყო, ახლაც გრძელდება. ჩვენ გვახსოვს, რომ პატრიარქი ობიექტივის დასაცავი გახდა ჩვენი უსაყვარლესი ილია მეორე, როდესაც მას ასე მიზნობრივად თავს ესხმოდნენ და მის წინააღმდეგ მთელი კამპანია იყო და ობიექტივმა მაშინ იცით თქვენ რამხელა შრომა გასწია, მოდით ასე ვთქვათ, რომ პატრიარქის მხარდაჭერა ყოფილიყო მასიური. თუმცა ეს ისედაც იყო, მაგრამ საინფორმაციო კუთხით ამის თქმა მინდა. ზარია ეთერში, რა სიტყვით გისმენთ? გამარჯობა თელია. გამარჯობა. მოგესალმებით დიდი პატრიოტი. აგრეთვე მიიღეთ პატრიოტი. იდეოლოგია არის ქვეყანაში, თქვენი ტელევიზიის გარდა და თითო ოროლა ტელევიზია, სადაც სულიერება, ადამიანობა, მართლმადიდებლობა სიკეთეზე საუბრობენ. დანარჩენ ტელევიზიებში ყველგან აგრესია. თქვენ წარმოიდგინეთ თურქულ ფილმებს რომ დღე და ღამე უშვებენ და თან აჩვენებენ ძალიან მდიდარი თურქების ცხოვრებას, ხო? ამით რა თურქეთისთვის გვამზადებენ, თუ რა ხდება, რომ თურქეთს უნდა შეგვაერთონ და გვაყარებენ ამ თურქებს, თუ რა, რატომ არ აჩვენებენ ღარიბი ხალხის ცხოვრებას, ხო? თქვენ წარმოიდგინეთ ახალგაზრდების ზედ ნაწილს ძალიან მოსწონს უკვე თურქეთი, მუსულმანური ცხოვრება. დღე და ღამე თურქულ ფილმებს უყურებთ და მდიდარი ხალხის ცხოვრებას, ხო? ესეც ხო ჩვენი ბრალია რა. იდეოლოგია არ არის ქვეყანაში სიკეთისადმი მიმართული. რასაკვირველია ევროპიდან ბატონო ელია უნდა აღებდეთ კაცს, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ახლა პარლამენტმა, ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო დადგენილება სადაც რუსული ტელეფილმები და რუსული მულტფილმები, სოფლიოში ცნობილი მულტფილმები, ბავშვები, ყველა რომების ბავშვი ძალიან დიდი სიხარულით რომ უყურებს და ძალიან უყვარს, მაშა და დათვი, ნუ პაგაზი, ხო? არაფერთ არ შეიძლება ამ მულტფილმების ყურება, იმიტომ რომ აქ რუსული პროპაგანდა არისო და ეს მაშაო დათვს ჩაგრავსო. წარმოგიდგენიათ და კურდღელი კიდე მგელს ჩაგრავს და აკრძალეს რუსული მულტფილმები. ძალიან კაი რუსული ფილმები გადიოდა, შესანიშნავია რუსული ფილმები, ჩვენ რუსულ ფილმებზე ვიზრდებოდით, ქართულ კლასიკაზე ვიზრდებოდით. სად არის ქართული კლასიკური ფილმები? თქვენი ტელევიზია ჩვენებს კიდე ისედაც, ხო? ათ კლასიკურ ფილმებს აჩვენებენ, ათ ქართულ ისტორიულ ფილმებს აჩვენებენ, ხოლო თურქული ფილმები და გარყვნილება და ამ ფონზე ევროპაში და ამერიკაში. აი ამ იდეოლოგია ხალხი გახადა აგრესიული, ეკლესიაში მოსახლეობის დიდი ნაწილი დადის, მაგრამ არ ეზიარება, ახსარებას არ ამბობს და აი ეს აგრესია შემოვიდა ფაშიზმია საქართველოში, ფაშიზმი. ქალბატონო, მამაკაცი ამბობს, ქალბატონი, რომელიც თემის, აი მე ვუყურებდი, თქვენ ძალიან კარგად ახსენეთ ყველაფერი, რაც არ უნდა დამნაშავე იყოს, კალიაო და ესე მუშტი როგორ უნდა კრავო, ხო, თუ შეგაკინე, შენ შეაგინე. თუ რაღაცა წყალი გადმოგასხა, შენ სადაკი წყალი გადაასხი, მაგრამ აი ესეთი მუშტი კრივი ქალთან როგორ შეიძლება ამას გამართლება არა, როგორი ქალიც არ უნდა იყოს. ხო, თქვენ ძალიან ყველაფერი კარგად ახსენეთ და კაცი ამბობს, რატო არ მოკლავ? წარმოგიდგენიათ, რა ასე ყველანი კაცი იყოს ბათაშვილის. და ძალიან ბევრმაც არეკა, რატო აქცევა, რატო უფრო მეტი აქცევა, რატო? აი წარმოგიდგენიათ, ეს არის ფაშიზმი, აბა მეტი რა არის? რადგან რუსი ეროვნების ადამიანი არ უნდა დავინდოთ? აბა ის არის კარგი ჩემში ჩათქმულებს და ჩატრებს რო დადიან მაპატიეთ და ნუ რო შემოვლენ მარშრუტკაში და საერთოდ მეტროში ხალხი ვეღარ ჭირდება. აბა იმათ უნდა ვეთაყვანებოდეთ და იმათ ყველაფერი უნდა ვაპატიოთ, იმათ შეურაცხყოფები არ მოუყენებიათ, თავები არ დაჭერეს ჩვენი ბიჭები და რამდენი შეურაცხყოფები მიაყენეს ჩვენი ბიჭებს და რეებს უკეთებდეთ. მაშინ რატო ხმას არავინ არ იღებდა? თქვენი ტელევიზიის გარდა სხვათა შორის და თქვენ მიტინგით მოაწყვეთ და იქ ვიყავი მე და 25 კაცი მოვიდა, მეტი არავინ, რომ როდესაც თურქებმა აგრესია გამოიჩინეს, ქართველი გოგო დაიცვეთ თურქებისაგან არ გაეპატიურებიათ და 4 ბიჭი დააჭრეს, ყელი გამოჭრეს ერთ-ერთ მათგანზე 4 ბიჭის თემეს დასტიკად და ჩვენ მიტინგი მოვაწყვეთ და 25 კაცი მოვიდა მაშინ. ხათაშური თქვენმა რა ქვია პარტიამ. მარტო თქვენი პარტია იყო და ყოველთვის აი მოსამართლობის წინააღმდეგ, ამ ნაციზმის და ფაშიზმის წინააღმდეგ და ეხლა თქვენი გწვით.
მადლობთ ქალბატონო. პარტია და თქვენი ტელევიზია. დიახ. დიდი მადლობა ქალბატონო, მადლობა თქვენ ასეთი ვრცელი და საინტერესო საუბრისთვის. ქართული ფილმები ახსენეთ თქვენ და ამაზე მინდა გითხრათ, რომ ტელერადიო კომპანია ობიექტივს უჩივლეს სახელმწიფოს წარმომადგენლებმა და სასამართლომ დაადგინა, რომ ჩვენ თუ მომავალში ქართულ მხატვრულ ფილმს კიდევ გავუშვებთ, ამ შემთხვევაში დავჯარიმდებით. საუბარია აქ საბჭოთა კავშირის დროს გადაღებულ ქართულ ფილმებზე, რომლის მფლობელიც სახელმწიფოა და მაშინ ეს მთავრობის დაფინანსებით გადაღებული ფილმები იყო და არა კერძო ავტორების პირადი ფულით და გვედავებოდნენ იმას, რომ ეს ფილმები ბატონო საავტორო უფლებების დარღვევით გაუშვით თქვენ ეთერშიო. ნეტა ვისი უფლებები დავარღვიეთ? იმ ლეგენდარული უკვე გარდაცვლილი რეჟისორების, რომლებმაც ეს ფილმები სახელმწიფოს დაფინანსებით გადაიღეს, არ ამგონია. მაგრამ ძალიან ბევრი ბოროტი ადამიანია წლების განმავლობაში ხდება ობიექტივის წინააღმდეგ ასეთი წერტილოვანი დარტყმები და შესუსტება ამ არხის და მცდელობა, მაგრამ არ გამოსდით მაინც ჩვენ ასე ვთქვათ, ისეთი იმუნიტეტი გვაქვს ასეთ შემოტევებზე, რომ ეს ვერ გათვალეს. ნუ შესაბამისად ქართული ფილმები ჩვენს არხზე ვეღარ გადის, ალბათ ადევნებთ თვალს. ზარია, გამარჯობა. გამარჯობათ. მოგესალმებით, დიახ. ხა რა ხდება ჩვენს ქვეყანაში? რა ხდება და უბედურება ხდება? ქვეყანა დაიყო ფაშისტებად და ანტიფაშისტებად. უკვე ფაშიზმის აცრდილი და სულია საქართველოში. მე ასეთი გაუბედურებული ქართველები არ მინახავს და ასეთი გაბოროტებული ქართველები არ მინახავს. არც მეგონა თუ ოდესმე იქნებოდნენ ამ ქვეყანაში. ეს როგორ შეიძლება ეს რა უბედურებაა, კაცო? როგორ შეიძლება თუნდაც ეროვნების მიმართ ასეთი ზიზღი და ასეთი სიძულვილი? მე ეს არ ვიცი, ეს თუნდაც შენ ადამიანს შენი შინაგანი კულტურა ხო უნდა გაგაცდეს, თავი დაანებე იმ მთავრობას, კაცო, შენი კულტურა ხო უნდა გაგაცდეს. რა ხდება, კაცო, რუსთაველზე? ეს არ არის არც რუსეთის დაცვა და არც თურქეთის დაცვა. გამოსულია ეს ამდენი ახალგაზრდა და პუტინს რა და როგორ ბოლოვდება? ამაზე უაიათი რა თქვა იმ გოგო მიპლოსადიდან რა დაიძახა? რომ დავარდა ის ბიჭი როგორ უხეთქა ის ტყვირი, რომ წამოვიდეს ახლა რუსეთი, რომელსაც ახლა მეტი დაზიანა ახლა პუტინს და რუსეთის მთავრობას რამდენი ვიღაცა სტალახალა გეიჩეჩეტებს საქართველოში აკრამენ მოახდინოს, მაგრამ თუ შეგინებაზე და ამ შეურაცხყოფებზე ასეთი რამეები ხდება, რომ შემოვიდეს ერთი და გადაგვიაროს კარგად, აი ესენი მე ეს რუსოფობი იყვარიან დაკავებულები, ეს ხვილმოუხოცელები, ესენი გამოუდებიან წინ. ესენი გაიცავენ საქართველოს. უხოვნდა შეეწიროს ამას ნამდვილი ქართველები და ხოვნდა მოისწოს თემი საქართველოს. მადლობთ, დიდი მადლობა ქალბატონო თქვენს არისთვის, ვინც ქუჩაში დადის და ასეთ ფრაზებს ამბობს, ეს არავის არ მოსწონს ჩემი აზრით, ლამაზი არ არის უბრალოდ და კორექტული არ არის. თუმცა რუსთაველზე ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი დგას, მეც ვიცნობ პირადად ამ ადამიანების ნაწილს და ისინი მსგავს ფრაზებს არ ყვირიან და საერთოდ ზნეობრივად ძალიან მაღალ საფეხურზეც არიან, ისინი ხელისუფლებას უპირისპირდებიან და არ არიან ნაცები, როგორც ამას ხელისუფლების პროპაგანდა გვეუბნება და ხელისუფლებას თავი დავანებოთ თქვენ ესეც თქვით და როგორ დავანებოთ თავი, როდესაც 14 წელია ისინი არიან, შექმნეს და გააგრძელეს ეს განათლების სისტემა, რომელიც ძალიან ცუდია და ახლა ყველაფერს აქეთ ჩვენ გვაბრალებენ, ან ნაცებს აბრალებენ და ნაცებმა რაც გააფუჭეს ის 9 წელი და რაც უდებიც იყვნენ, ვიცით და იმიტომ მოვიშორეთ და 14 წელი თვითონ არიან და მაინც არაფერში არასდროს არ არიან დამნაშავე. ამიტომ მათ ვერ შევეშვებით ვერანაირად. თუ კარგით, ზარი მივიღოთ და შემდეგ გისმენთ. გამარჯობა, მოგესალმებით, დიახ. მე არასდროს დამირეკე. დიახ. ხოთ უსტენდი ჩიტონი კრარა არის საინტერესო ჩემთვის გამოხდა და ხელში და ამაში დიალოგი. აქ უფრო სიგნალური მომენტებია. ჩიტონ ამათი მდელობა აი ვინცესაც თქვენი სტუდენტები არიან, არის შემოწმებული. რატომ? რას გულისხმობთ? თქვენთან პირადად. თქვენ ავტორკისტი ბარანჩელი პოემა ხორაგებთ. მოდით რა, ძალიან გთხოვთ.
თქვენი სათქმელი ბრძანეთ თქვენ და სხვა მაყურებლებს შეეხებით ნურწმედ ამისვამ შეკითხვებს. ჩემი სათქმელი ილია და თქვენი სათქმელი უღურეთ ჩემი და თქვენი სათქმელი რო არ არის მეტი იმიტომ ვარ თაფეთ მდგომარეობაში ჩვენ 200 წელზე მეტია გავტანდით და ეროვნული ცნობიერება ტრადიცია აღზრდის მთელი მეთოდოლოგია რაც დააწყდა ჩვენებს და ამაშია მთელი უბედურება ჩვენი. ამიტომ ეხლა რომ დაღვეფილია და ვცდილობთ პოლარიზაციის მოსწრებას ეს არ მოისწოდა. იმიტომაც ვარ დასწრებით. ამიტომ როგორ უნდა შევაკეთოთ ჩვენ ეს ვაისპირონება რომელიც გამოდის დამწუთებული და მხოლოდ რევანდელი გადაწყვეტილა ვიღაცამ კაცი ემოცია ეს არის უბრალო მაგალითი მაგრამ აი ზეობრივიტოზე ის როგორ ვთქვათ მორალი რომელიც ჩავდა ოროფიცინა და ის ნუსა თავის პოემა ამაზია რომელიც ყოველდღიურად ქარიზმა თავდა ის 1900 დაიწერა პარიზში და მე ბოლტელი თქმა მადლობ, დიდი მადლობა, ძალიან ბუნდო უნდა ისმის, იმედი მაქვს რომ ეთერში არისო სმენადობის პრობლემა და ამიტომ გაცალეთ თქვენი საუბარი 557 88 55 88 ინტერაქტივში დღეს ასეთი შეკითხვა გვაქვს, რა გამოიწვია ის რომ ასეთი აგრესიული გახდა ჩვენი საზოგადოება ერთმანეთის მიმართ. პოლიტიკოსებიც ხომ ასე არიან, ჩვენც ასე ვართ, ყველა სფეროს და ყველა თემის ირგვლივ მუდმივი დაპირისპირება და განსხვავებული აზრის არ მიღება, ვთქვათ. მოსმენა გვიჭირს ხოლმე განსხვავებული აზრის. ტროლები და ბოტები, ეს ყალბი Facebook გვერდები, იქ საშინელებას ჩადიან და ყველა შეურაცხყოფას აყენებენ. რა შეხედავთ გამოსავალს და როდესაც ამას ბავშვები უყურებენ, როგორი თაობა გვეზრდება ჩვენ? ან იქნებ საერთოდ ყოველთვის ასეთი ხალხი ვიყავით და უბრალოდ ახლა სოციალური ქსელები გახდა პოპულარული და იმიტომ უფრო ჩანს ეს. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. აი ციტრი ხმა მე და ვინ აძლევდეს მაგალითის რომ ძალადობა არის დასაგმოვი. დიახ. ხელისუფლების წარმომადგენლები ხო პარლამენტში რა მოხდა ბოლოს ეს? აი გორგულაძე რატო არ დასაჯეს მუშტი რო გაიქნია ის და როცემდენი კონცერტობა. აი რატო დააბეხა მესანაია საერთოდ არ მოგწონს მაგრამ კანონი უზენაესი ხო უნდა იყოს ყველას როგორ ეხა იმათ ეპატიებათ იქ ტიხლების ქნება და მუშტების ქნება და სხვა სიტყვის დაწერას არ ეპატიება. სხვა სოციალურ ქსელში დაწერისთვის ტექსტის ორი კვირით ციხეში უშვებენ. ეს ნეობაა მართლა? ხო და შერჩევითი სამართალია, ხო კანონი არ არის უზენაესი ყველასთვის. რატო ეპატიება მაგალითად გორდულაძეს კირცხალიას რომ მუშტები იქნიოს და რატო არ ეპატიება სხვას? რატო ეპატიება ხარს ყველაფერს და იუპიტერს არაფერი? ეხლა რატო უყვით მე კახეთში რომ ძალადობა მოხდა? ვინ მისცა ამისი მაგალითი? იხუბეს იქ უჩერესობას იწევდნენ სცემდნენ და არავინ არ დაისაჯა. რატო დააპატიმრეს ეხლა სანაია რა სიტყვა რო დაწერა მაგის გამო? ესე იგი მუშტის რა საკრება არ ისჯება? თემატება არ ისჯება და სიტყვით რომ მე რაღაცა დაწერო უნდა დამსაჯონ ამის გამო? ნორმალური სახელმწიფო შენდება იქ სადაც კანონი არის უზენაესი ყველასთვის მიუხედავად იმისა რა თანამდებობა უკავია და ვინ არის ის პიროვნება. და მე უყვით კიდე რომ რუსეთს ვანძღავენ და პუტინს ვანძღავენ და ამას აკეთებენ და მაგალითი ვინ უნდა მისცეს ამისა რომ ნორმალურად იცხოვრონ ადამიანები ამ ქვეყანაში ადამიანურად და ზეობრივად ქრისტიანულად ვინ უნდა მისცეს ამის მაგალითი ხელისუფლება ხო ხელისუფლების წარმოადგენს სათავეში არიან როგორც იქცევიან ისე იქცევა დანარჩენი საზოგადოება. კი, მადლობა დიდი. და ეს მაინტერესებს, ძალიან მაინტერესებს, აი ახალგაზრდები ვინ არიან, რომელ ახსი არიან პენსიონერებს დასცინიან. ეს არის ინტერნეტ არხი YouTube-ზე. ერთ-ერთი გამომსვლელი არის ბენდუქიძის ქალიშვილი, როგორც წერენ, მე დაზუსტებით არ ვიცი სიმართლე გითხრათ. დიდი მადლობა ქალბატონო, დრო ამოგვეწურა. საინტერესოდ ისაუბრეთ და გეთანხმებით იმაში, რომ ხელისუფლება უნდა აძლევდეს მაგალითს.
და სამართლიან კანონებს უნდა იღებდეს ხელისუფლება, სამართლიან გარემოს უნდა გვთავაზობდეს ცხოვრებისა, თვითონ არ უნდა იჩენდეს აგრესიას და შეურაცხყოფას და ამ ტროლებს და ბოტებს არ უნდა იყენებდეს ამისთვის ინტერნეტში. თვითონ უნდა ემსახურებოდეს სიკეთეს, შერიგებას და ამ ქვეყნის კეთილდღეობას, რასაც ვერც-ერთს ვერ ვხედავთ სამწუხაროდ და შესაბამისად ამდენი სოციალური პრობლემის და ამდენი უბედურების ფონზე ადამიანებიც დაძაბულები ვართ და ეს იწვევს შემდეგ აგრესიას. როდესაც ხედავ რომ ნოდარ დუმბაძეს აგინებენ, იქ ბუნებრივია აგრესიაც ჩნდება ვიღაცაში და ჩემშიც ჩნდება ეს ბრაზი. თუმცა ახლა არ მიუვარდები და არავის არ ვცემ რა თქმა უნდა ფიზიკურად. და ამდენი უსამართლობა და განუკითხაობა იწვევს ამას, როგორც ჩვენი მაყურებლები და რადიო მსმენელებიც მთელი ამ 1 საათის განმავლობაში ამბობდნენ სატელეფონო ზარებში. ილია ჩაჩიბაია უძღვებოდი დღევანდელ ინტერაქტივს, გემშვიდობებით, ნახვამდის.